მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. ეს ვიდეო იქნება არა მხოლოდ ტაროს მოყვარულებისთვის, უფრო იმათთვის, ვისაც ნამდვილად უნდა რომ ტარო შემოვიდეს მის ცხოვრებაში, როგორც მისი ცხოვრების ნაწილი, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, როგორც რაღაც სასწაული ინსტრუმენტი. დღეს მე თქვენ დაგანახებთ, რას მოგიტან თქვენ ტარო. საერთოდ მისი სწავლა მისი თქვათ შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში, გავაკეთებ გაშლას აუცილებლად, თან დაგანახებთ როგორ მუშაობს საკრალური გაშლები და ნამდვილად ამით თქვენ მიხვდებით საჭირო არის თუ არა რომ თქვენ დაუშვათ დაკავდეთ ტაროთი და ეხლა ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია უნდა იმაზე, როგორ მე ვასწავლი ტაროს, როგორი მიდგომა მაქვს უშუალოდ მე, იმიტომ რომ ტარო მარტო მე ხო არ ვიცი, ახლა ბევრი ადამიანი იზრდება და ზოგი ასწავლის კიდევაც, მაგრამ მე მარტო ის შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩემ შემთხვევაში მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ მე მოვხდე ძალიან ძლიერ მასწავლებლებთან. ძალიან ძლიერ სისტემაში. იმ სისტემაში, სადაც ტაროს იყენებენ როგორც უაღრესად ღრმა ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია ადამიანს დაეხმაროს ნებისმიერ სიტუაციაში და არ არის საჭირო აქ რიტუალები, არ არის საჭირო აქ რაღაცა აი ძალიან სასწაული მისტიკური რამეები, არა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ენერგიები, უნდა ვიმუშაოთ ეგრეგორთან, ტაროს ეგრეგორთან, უნდა გვიყვარდეს ეს სისტემა და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა და მეტი არაფერი. იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ შენ გქონდეს რაღაცა თქვათ უშუალოდ ნიჭი რაღაცა განსაკუთრებული ტაროს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვისწავლოთ, რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენ ვიბადებით ინტუიციით. აბსოლუტურად ყველას შეგვიძლია ჩვენ ცხოვრობთ ენერგიებში ვართ რა, ყველა რაღაც ენერგიებში და უბრალოდ ზოგს აქ უფრო განვითარებული ეს ენერგიები თქვათ, რომელიც აძლევს საშუალებას რომ ადვილად წაიკითხოს. ზოგს სჭირდება განვითარება. ამიტომ ჩემს ტრენინგი ქვია ზუსტად ჩემს კურსს რა. ადამიანები იღებენ არა მხოლოდ ცოდნას, აი თქვა ტაროს რა ხატია, აი აქ ხო და რას ნიშნავს, ჩვენ გავდევთ უდიდეს ტრანსფორმაციას და ამიტომ ჩემი კურსის მერე ჩემ მოსწავლეებს ეცვლება ცხოვრება, სრულიად ეცვლება, იმიტომ რომ სხვა ენერგიებში ხდება, რომელიც იყო დასუსტებული ენერგიები, არ იყო თქვა ახლა ისე მაგრად დამუშავებული, ამას ამუშავება, იცვლება ცხოვრება პირადი, იცხოვრება ფინანსური ცხოვრება და საერთოდ უფრო და უფრო კარგად გრძნობენ თავს, უფრო ახალგაზრდავდებიან და ამიტომ თუ გინდა შენ რომ ტარო იყოს შენი მეგობარი და არა რაღაცა მისტიური და რაღაცა საშენელი და ვაიმე რაღაცა ეგეთი ინსტრუმენტი კი ბატონო მოგზანდეთ, ეგ იგივე არის რომ თქვენ ახლა დაუშვათ შეისწავლეთ თქვათ ფსიქოლოგიის არის უამრავი წიგნი ხო ფსიქოლოგიაზე ხო ეს ხო არ არის საშიში. აი ეს ესეთი ინსტრუმენტი რომელიც ზუსტად პირველი ფსიქოლოგიის წიგნი არის ტარო და მე ვმუშაობ ჩემ აკადემიაში ტარო მანარაზე, ტარო უეიძე, ორივეს ცოდნას ვაძლევ ძალიან მაქსიმალურად, გავდევართ ჩვენ ძალიან უამრავ საინტერესო ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით რატომ იყო ის რაც იყო და ის გვაძლევს საშუალებას, რომ ეს შეცდომები აღარ დავუშვათ და უკვე მომავალში ვიცოდეთ როგორ უნდა მოვიქცეთ და მაგით ჩვენს თავს ვეხმარებით და რა თქმა უნდა ვეხმარებით სხვებსაც. იმიტომ რომ ბევრისთვის ეს ხდება როგორც პროფესია, მე თქვენ მოგიყვებით ჩემს ისტორიას, როგორი მასწავლებლიდან გავხდი ტაროლოგია, როგორი რთული პერიოდები მქონდა, რომ არც ფული მქონდა და არც არაფერი და დღეს დავდევარ მანქანით, რომელიც გამოვიყვანე სალონიდან, არც მიფიქრია ცხოვრებაში, არც მქონდა ოცნებად, რომ ეგ შეიძლება იყოს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ ვაძლევდი ჩემ თავს საშუალებას, მაგრამ ამ დიდმა ტრანსფორმაციამ მაგამ მიმიყვანა, რომ მე მჯერა სამყაროს, მე მჯერა იმისი, რომ სამყარო და სამყაროში რაც არსებობს ჩემთვის, ამ
აი ეს ცვლილებები და ეს ტრანსფორმაციები მომცა მე ამ ინსტრუმენტმა და ამით მე ვიცი რომ ნამდვილად რაც მინდა ყველაფერი მექნება ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის აქ თავში ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად და ტარო ძალიან გვეხმარება ჩვენ რომ ჩვენ შევცვალოთ ეს მიდგომა და გვანახებს რა სინამდვილეში რა გვიშლის ხელს, რა უნდა გავაკეთოთ, ხო? სად უნდა წავიდეთ, რითი უნდა დავყავდეთ, კიდევ ურთიერთობაში რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ იყო ბედნიერი და მე დღეს შემიძლია თქვა უბედნიერესი ქალი ვარ. ნამდვილად მადლობა სამყაროს, მადლობა იმ სამყაროს იმისთვის, რომ მომცა ისეთი მასწავლებლები, ვინც არ მასწავლეს მხოლოდ უკუღმა წაღმა და რაღაც საკითხები, მასწავლა დიდი ტრანსფორმაცია მომცა და ეს ინსტრუმენტი შემაყვარა იმ დონეზე, რომ დღეს მე შემიძლია სხვებსაც გადავცე ეს ცოდნა და უკვე გადავეცე, უკვე მყავს ძალიან მაგარი მასწავლებელი, მაგრამ ჩვენს ეხლა კი ვნახოთ, აბა თქვენთვის რა იქნება ტარო, რას მოგცემთ თქვენ ტარო. ნახოთ ეხლა ჩვენ, აბა ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს და ფიქრობს, რომ მე მინდა ვისწავლო ტარო. რას მოგიტან თქვენ ტაროს სწავლა. ნახოთ აბა, ეს არის ძალიან ესეთი ამ გაშლას მე ვაძლევ სტუდენტებს, ვინც ამთავრებს პირველ კურსს, პირველი ესეთი გაშლა მნიშვნელოვანი საკრალური არის და აბა ვნახოთ ეხლა რას მოგცემთ თქვენ, იმიტომ რომ ყველა სფეროს აჩვენებს აბსოლუტურად ეს გაშლა. ეხლავე განახებთ. ნუ რა თქმა უნდა. არც გამიკვირდა. ეხლავე აგიხსნით, შეხედეთ. პირველ რიგში ნახეთ, თქვენ გაძლევთ ძალიან დიდ სიბრძნეს, და თქვენი სიბრძნის გახსნა. იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ არის, ჩემ მოსწავლეებმა იციან, მე-9 ჯვარი ეგრევე დაიხატა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რა თქმა უნდა თავისი ცოდნით მიიღებს ძალიან დიდ წინსვლას, ანუ გახსნა მოხდება რა, იმიტომ რომ ეხლა ეს ცოდნა რო არის, არაფერს არ გაძლევთ, გაიგეთ? კი იცით თქვენ, მაგრამ ეს გაწუხებს, ეს შეიძლება იყოს როგორ მომენტში, ანუ მინდა, მაინტერესებს, რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ იმიტომ რომ დევს ეს ცოდნა თქვენში, მაგრამ მაგას სჭირდება გახსნა. ამას თქვენ რო გახსნით, აუცილებლად თქვენი ნერვიულობა წავა, თქვენი ცხოვრება შეიცვლება და დაინახათ რამხელა სიუხვეს მიიღებთ თქვენ სამყაროსგან, რამხელა ფინანსური მდგომარეობა როგორ გაუმჯობესდება თქვენი, ეს იქნება რაღაცა ახალი გზა, ახალი ცხოვრება, ანუ სადაც თქვენ იქნებით მართლა ბედნიერი, იმიტომ რომ ანუ ყველა თქვენი დარდი წავა და როცა თქვენ გამოუშვებთ ამ თქვენს გამოცდილებას, ამ თქვენს ცოდნას რო გამოუშვებთ, ეს არის თქვენი პირადი დანიშნულება და იმიტომ თქვენ ხართ შეიძლება ეხლა დაუშვათ ან ურთიერთობაში შეიძლება არ გამოდის რამე ისეთი თქვათ არ ლაგდება თქვათ სიტუაცია ან სულიერად ვერ ახართ კარგად დაუშვათ იმიტომ რომ გაწუხებთ ეგ სიტუაცია რომ მინდა რომ რაღაცნაირად აი კარგად ვიყო მინდა მაგრამ აი არ ვიცი რა ვქნა და აი ზუსტად პასუხი აქ არის გამოდიხართ ამ თქვენ ცოდნას აუცილებლად როცა გასცემთ, რომ ბევრი გაქვთ დაგროვილი, დაიწყება თქვენი ახალი ეტაპი, ახალი ცხოვრება და ეს სევდა ის ყველაფერი წავა თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ ცხოვრებაში შემოვა სულ ახალი ბედნიერი ცხოვრება, სადაც პირველ რიგში თქვენ იქნებით ძალიან კარგად, გინდათ ფინანსურად, გინდათ ახალი ლამაზი ცხოვრება დაიწყება თქვენი აქ უეჭველი. აქ ახლა სხვა დაჟე, აი რა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ თუ მე-9 ენერგია ეხლა ეს განდაგელის ენერგია, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი, ეს არის ეზოტერიკა, ეს არის ჩვენი ცოდნა, ეს არის ანუ მოვიდა იმისი დრო, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, იმიტომ რომ უკვე როცა შენ რაღაცა გაწუხებს, ხო, შენ ეძებს საქმეს, რომელიც იქნება შენთვის გასახარებელი,
ხო? ანუ ვერ პოვლობ მე ადგილს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დრო მოვიდა, რომ გასცე, ცოდნა გასცე. ამისთვის შენ გჭირდება რა ინსტრუმენტი. და ეს ტარო იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც შენ მოგცემს საშუალებას, რომ შენ ნამდვილად შეცვალოთ შენი ცხოვრება, გაუშვებ შენს ცოდნას, ახალი ცხოვრებას დაიწყებ და ნამდვილად ძალიან ბედნიერი იქნები. ამიტომ თქვენ შემთხვევაში აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თუ უკვე გაწუხებთ ეგ სიტუაცია და მინდა არ მინდაზე რო ხართ, ანუ გამომივა არ გამომივა 1000%-იანი გამოგივათ.